ცალკეთებთან შეხვედრებს გვიბოდა ერთ შემთხვევაში. მე რომ ხო არ აქვს რომელიმე თვიდი და რაღაცა პრეფერენციების გაკეთება ეს მომიწევს თანამედროვე. თუმცა ეს არ არის სასურველი და ურატურის გამართული ამისთვის ვფიქრობთ რომ დაწესებულებებში სადაც ფუნქციონირება კლინიკებში მიამაზე დეტალურად ციტებს ეგრეთ მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება პრაქტიკულად იმ საკანონმდებლო აქტიდან გამომდინარე, რომელიც სისხლის დონაციასთან და ამასთან დაკავშირებულ ტრანსფუზიასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. 1 ოქტომბრიდან პრაქტიკულად იცვლება, თვისობრივად იცვლება და სიახლეებით გაჯერებული იქნება ეს სივრცე, ეს სფერო და მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მომდევნო წლის 1 აპრილამდე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გვექნება თვითონ სექტორთან ერთობლივად სამუშაო. ეს იმისთვის, რომ 1 აპრილს გაისად, როდესაც ამოქმედდება ეს საკანონმდებლო აქტი სრულფასოვნად, აი მომენტისთვის სისტემა აბსოლუტურად გამართული იყოს და შეხვდეს ყველაფერი ამას მომზადებული. ეს არის საკანონმდებლო აქტი, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც გულისხმობს სისხლის გადასხმას საზოგადოდ, აი ყველა ეს საკითხი ახლებურად თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით დარეგულირდება. ამ საკანონმდებლო აქტის მიღება და შემდგომ მისი დანერგვა რეალურად ეს არის ერთ-ერთი ის ვალდებულება რომელიც ჩვენ გვეკისრება ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად სერიოზულია განწყობა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე კერძო სექტორის მხრიდან, ყველა გაგებით ეკიდება ამ ცვლილებებთან დაკავშირებულ სირთულეებს და ბუნებრივია, რომ ყველა საჭირო რესურსი არსებობს საიმისოდ, რომ რეალურად ეს რეფორმაც წარმატებულად წარიმართოს.